გამარჯობა, მივესალმები ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს. მედია კავშირი ობიექტივი მაუწყებლობს პირდაპირ ეთერში და მომდევნო 1 საათის განმავლობაში ამ გადაცემას წარუძღვები მე სოფო მარგველაშვილი. დღეს ხუთშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში ეკონომიკური მიმოხილვის დრო არის. მედია კავშირი ობიექტივი ყოველ ხუთშაბათს 13 საათსა და 30 წუთზე 1 საათიან პირდაპირ საეთერო დროს უთმობს არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრს და ამ დროის განმავლობაში მიმოვიხილავთ აქტუალურ და მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებსა და თემებს. დღევანდელი საუბრის თემა იქნება საპენსიო და სოციალური დახმარების სესხის სახით გაცემის შესახებ, სადაც მოიაზრებიან პენსიონერები, დევნილები, სოციალური სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანები და ვისაუბრებთ სესხების გაცემასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომრები არის 2388 105 და ასევე ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ Skype-ის მეშვეობით მისამართზე ობიექტივი. მედია კავშირი ობიექტივი მაუწყებლობს ინტერნეტის საშუალებით ობიექტივი ნეტზე და ასევე რადიოს მეშვეობით FM 105-სა და 0-ზე. დღეს ზემო აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ისაუბრებენ არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი ბატონი მათე გარდავა და ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალისტი და ბატონი რამაზ გერლიანი მაკროეკონომისტი, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენ ვსაუბრობთ საპენსიო და სოციალური დახმარების სახით სესხის გაცემის შესახებ. დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი არის ეს და ძალიან ბევრი პრობლემებიც იკვეთება ამ კუთხით. ბატონებო, ვისაუბროთ ბატონო რამაზ თქვენგან დავიწყოთ ამ სესხების შესახებ კონკრეტულად დავიწყოთ და აი ლიბერტი ბანკი არის დღეს საქართველოში ერთადერთი ბანკი, რომელიც ამ მხრივ მომსახურებას უწევს საზოგადოებას. რა ტენდენციები იკვეთება, როგორ მომსახურებას თავაზობს ლიბერტი ბანკი, რომ ვისაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით დაწვრილებით. კი ბატონო, მივესალმები ჩვენს რადიო მსმენელებს, მივესალმები ჩვენს ინტერნეტ მომხმარებელს, ინტერნეტ მაყურებელს. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკა რასაკვირველია სოციალურ სფეროსთან მჭიდროდ არის კავშირში და უპირველეს ყოვლისა ადამიანთა სოციალურ მდგომარეობას განსაზღვრავს ეკონომიკური, ესე ვთქვათ, სისტემა, აქედან გამომდინარე აქტუალურობამ წარმოშობს, რომ დღეს ჩვენ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. ბატონო რამაზ ზარიაჩი, შეუპასუხოთ. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. გამარჯობა, თინეჩან. მოგესალმებით. დიდი ხანი ამ თემაზე ძალიან ველოდებოდი და შეკითხვა მაქვს შეიძლება. დიახ, ბრძანეთ ხალბატონო. პენსია რო გამოგვაქვს, აი 80 წლის მოხდით, პენსია წინასწარ რო გამოგვაქვს, და არა მაქვს მეტი საშუალება. დიახ. გადავიხადე წინასწარ საურავი, რაც არის საჭირო. ეხლა მეორე პრომირა რო გამოვიტანო პენსია, კიდე წინა გადახდისას კიდე ხელახლა მახსენინებენ, რომ ეს უნდა დაფაროსო და ეხლა 3 წლის პენსია გამოვიტანე და 50-60 ლარი დამიკავესა. რა ხდება გენაცვალე ამას როგორ მიიღება მივხედოთ ხალხმა რა ის. დიახ, მადლობთ ზარისთვის, მადლობთ ხალბატონო, ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით უნდა გვესაუბრა, მაგრამ რაღაც დარეკავ ხალბატონმა, ბატონო რამაზ ვუპასუხოთ. კი ბატონო. დავასწროთ. კი ბატონო, მე უშუალოდ ძალიან ცელ ანალიზს ვაპირებ აღნიშნულისა და რასაკვირველია გვექნებოდა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ დღევანდელი თემა ზუსტად ეს არის, ეს გამოიწვია ზუსტად იმ აქტუალობამ, როდესაც ამ ფენის, ამ მოწყვლადი ფენის და საპენსიო ასაკის ადამიანებმა ეთერშიც და ეთერგარეთ ძალიან დიდი თხოვნით გთხოვეს, რომ ეს შესაბამისი ვითარება გაგვეანალიზებინა და შესაბამისი, ასე ვთქვათ, უწყებებთან ქონოდა შესაბამისი კავშირი, რათა ძალიან ესე ვთქვათ ამ თულ ვითარებას წერტილი დაესვას და რამენაირად ესე ვთქვათ შეიცვალოს. რაც შეეხება ქალბატონის უშუალოდ გულის ტკივილს, მე აბსოლუტურად მესმის, მოგეხსენებათ, რომ ადამიანი იმიტომ იღებს ამ სესხს, მithumetes ეს არის ახლა საარსებო მინიმუმზე გაცილებით ნაკლები საპენსია, ამას იმიტომ იღებს, რომ აუცილებლობიდან, ობიექტური აუცილებლობიდან გამომდინარე. იმის შემდგომ, როდესაც მას ისევ ჭირდება, რასაკვირველია, იმიტომ რომ 5 თვე ნამდვილად ვერ იარსებებს ის, მას უწევს წინა, ასე ვთქვათ, თვეების სესხის გადაფარვა და პლუს ასაღებ თანხას აკლდება ამავდროულად ის პროცენტი, ის ასე ვთქვათ, საკომისიოს სახით, რაც შესაბამის თვეებზე იყო გათვლილი. ანუ ის ორმაგად ზრალდება ამ შემთხვევაში. თუმცა არა მარტო ამ შემთხვევაში, ზოგადად ყველა შემთხვევაში ზრალდება
როგორც პენსიონერი, ასევე დევნილი მოქალაქეები, ასევე ის უმწევრთა პროგრამაში მყოფი ადამიანები, ვეტერანები, ინვალიდები და უამრავი ესე ვთქვათ სხვადასხვა ფენის წარმომადგენელი. მოგეხსენებათ, აი თქვენ როგორც ბრძანეთ, Liberty Bank-ი მან სახელწოდება შეიცვალა ბოლოს ესე ვთქვათ რამოდენიმე წელიწადია და ამის შემდგომ უშუალოდ ესე ვთქვათ ძალიან გაიზარდა შესაბამისი საკომისიო და მე მინდა ამ შემთხვევაში სტანდარტული შემთხვევა მოვიყვანო, მოგეხსენებათ, რომ სტანდარტული პენსია არის 90 ლარი, იმისთვის რომ დაუშვათ და პენსიონერმა წინსწრებით ესე ვთქვათ აიღოს ეს პენსია 5 თვის ოდენობით, რაც 450 ლარს შეადგენს და მან შესაბამისად ეს თანხა უნდა მიიღოს. მასაც აჭრიან ამაზე 67.5 ლარს. დიახ. ანუ 67 ლარზე მეც. ფაქტიურად ის ხელზე იღებს 380 ლარს რეალურად, მაგრამ ყველაზე ესე ვთქვათ სასაცილო ამ ვითარებიდან ის არის, რომ ეს 67 ლარი თავის თავში უკვე მოიაზრებს თვითონ 450-დან ესე ვთქვათ აღებულ საკომისიოს. ანუ რეალურად პენსიონერი ამ შემთხვევაში იხდის იმაზეც კი ესე ვთქვათ პროცენტს, რა თანხაც მას არ აუღია. ანუ თუ იქნებოდა 382 ლარიდან ესე ვთქვათ ამ თანხის დაანგარიშება, ეს თანხა გაცილებით ნაკლებია და 50 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ეს არის აბსოლუტურად კაბალური და არანაირად არ შეეფერება იმ სოციალურ მეთხოვნებს, რაც გაგვაჩნია შესაბამის, ესე ვთქვათ, მოწყვრად ფენებთან თუ საპენსიო ასაკის მქონე პიროვნებებთან. ანუ ზუსტად საქმეც მაგაშია, რომ ჩვენ დავიანგარიშეთ პროპორციული დარიცხვა, ვინაიდან 5 თვის თავზე ერთბაშად ხო არ ურიცხავს სახელმწიფო, ხო არ უბრუნებს ბანკს 5 თვის თავზე. ანუ ყოველთვიურად გარკვეული ესე ვთქვათ თანხა ერიცხება, გარკვეული თანხა 90 ლარი ერიცხება. ანუ 380 ლარი თუ ესე ვთქვათ ავიღეთ დაუშვათ ხელზე, აქედან გამომდინარე პირველ თვეს 90 ლარს სახელმწიფო ჩაურიცხავს, შესაბამისად მას ჩამოაკლდება თანხა და დარჩება 360 ლარი. ეს ჩვეულებრივი არითმეტიკაა და თუ ესე ვთქვათ ამ 360 ლარზე ჩვენ გავთვლით 3%-ს თვიურს, რაც ძალიან დიდია და ალბათ ბიზნესსაც კი არა აქვს და სხვა სახის ეს 3%, საპენსიო ესე ვთქვათ იმაზე აქვს 3%, რომ დავიანგარიშოთ, გამოდის 10 ლარი. მეორე თვეში, როდესაც დარიცხვა ისევ ჩამოაკლდება 90 ლარი, გამოდის 8 ლარი და 10, ანუ 3%-ად როდან. მესამე თვეში 5 და 40 თეთრი და ბოლო თვეში, როცა ბოლო თვის 90 ლარი ჩაერიცხება პენსიონერს, გამოდის 2 ლარი და 70 თეთრი. ეს რო დავჯამოთ, საერთო ჯამში, თუნდაც ამ 3%-ის პირობებშიც 40 ლარი გამოდის საბოლოოდ. ანუ რეალურად არის 67 ლარი, თუნდაც იმ 3%-ის ფარგლებში არ უნდა ჩამოეჭრას. რეალური 3% გამოდის 40 ლარი და არა 67 ლარი. ამ შემთხვევაში პირდაპირ მოტყუებული რჩება მომხმარებელი. ანალოგიური ვრცელდება დევნილებზეც, მათ შორის ანალოგიური ვრცელდება ვეტერანებზე, ანალოგიური ვრცელდება ინვალიდებზე და ასე შემდეგ უამრავ ესე ვთქვათ სოციალურ წარმომადგენელ ფენებზე და ეს ძალიან ცუდ ვითარებამდე მიგვიყანს ამ ფენებში, ამ რესურსის ესე ვთქვათ გადანაწილებაში, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად საარსებო წყაროა, ერთადერთი საარსებო წყარო, რომელსაც არ შეიძლება ამ კუთხით მიუდგეს ესე ვთქვათ ბანკი. როდესაც Liberty Bank-ს სხვათა შორის ერქვა სახალხო ბანკი, მე ერთი პერიოდი მახსოვს, რომ ძალიან დიდი რიგები და ყოველთვის პრობლემატური იყო, მაგრამ მე როგორც ეკონომისტი გავკეთებულ პერიოდი უნივერსიტეტის მერე გავდიოდი, რა თქმა უნდა, პრაქტიკას და მქონდა შეხება, მაშინ მახსოვს, ერთ თვეზე თუ აიღებდა წინსწრებით, პენსიონერი 1 ლარს აჭრიდნენ, ხოლო თუ ორ თვეზე იყო 3 ლარი, ხოლო თუ იყო 3 თვეზე 5 ლარი და ego 5 თვეზე თუ არ ვწდები 9 ლარის ფარგლებში. ანუ რასაკვირველია, სხვაობა არის ამ შემთხვევაში 9 ლარსა და 67 ლარს შორის. ესეთი კაბალური ესე ვთქვათ ხელშეკრულება, რომელზეც იძულებული ხდება პენსიონერი და დევნილი თუ სხვა ესე ვთქვათ საზოგადოების წარმომადგენელი რომ მოაწეროს, არ ვიცი, პირდაპირ ესე ვთქვათ უზნეობა და არა კეთილსინდისიერი მოპყრობა მოქალაქეების მიმართ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ შემთხვევაში ის არის, რომ ეს თანხები, ეს პენსიები გაიცემა ყველა სახელმწიფოს მხრიდან. და ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს ამ ვითარებაში და მანვე უნდა დაარეგულოს, მანვე უნდა დააწესოს ამ კუთხით. ან და მიცეს ამ შემთხვევაში სხვა ბანკებსაც უფლება გასცენ და თვითონ აირჩიონ ამ მომხმარებელმა, რომელ ბანკში ექნებათ მათ იმის უპირატესობა, რომ
რომ აიღონ თავიანთი შემწეობა, თავიანთი პენსიები და რათა არ ქონდეს ესეთი თქვა კაბალურ შემთხვევებს ადგილი. ვეცადე რომ ესე თქვა მოკლედ ჩამეტია, მე კიდევ უფრო გავშლით ამ ვითარებას და როგორ შეიძლება ამას ესე თქვა ბატონი მათეც გაგვესაუბრება სხვადასხვა ესე თქვა სოფლიო ანალოგებზე და ასე შემდეგ. დიახ, ბატონო მათე თქვენ დაამატებთ. მოგესალმებით. მე საერთოდ ჯერ მინდა გითხრათ, რომ ამ თემის ხელახლა წინ წამოწევა განაპირობა იმ მიზეზმა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიკავშირდა წინა გადაცემის შემდეგ და ბატონმა რამაზმა რაც თქვა, ახლა ამ შემთხვევაში ანუ თუ ზარი არის შემოყვანა და მე შემდეგ ვუპასუხოთ. დიახ, გისმენთ? ალო, გამარჯობა. გამარჯობა. ესეთი შეკითხვა მაქვს, შეიძლება ეკონომისტებთან. საერთოდ მიიჩნევა, რომ საქართველოში კრედიტებზე ყველაზე მაღალი პროცენტია იმ ქვეყნებთან შედარებით, აი განვითარებული ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, ანაბრებზეც მაღალი პროცენტებია. ახლა მე რა მაინტერესებს, თუ კითხვას ეს გადაიხედება და კრედიტები უფრო დაბალი პროცენტით შემოვა საქართველოში, ბანკებს აქვს თუ არა უფლება იმისი, რომ მეანაბრებს თქვა დაუწიონ პროცენტი, როცა ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს 2 და 3 წლით. დიახ, გმადლობთ ზარისათვის. დიახ, ბატონო რამაზ თქვენ საკურველი უპასუხებთ სვენელს. დიახ, საქართველოში ძალიან მაღალია ესე ვთქვათ პროცენტები, ჩვენ წინა გადაცემაშიც გქონდა საუბარი, სხვაობა ანაბრის პროცენტსა და კრედიტის პროცენტს შორის ძალიან დიდია, ვინაიდან მაქსიმალური კრედიტის პროცენტი 12%-მდე აღწევს საშუალოდ და შესაბამისად 36%, 30% და ასე შემდეგ, ნუ ახლა საპენსიო იმაზე მაქსიმალურს იღებენ, ესეც გასაკვირია. კრედიტზე ესეთი, ანუ სპრედი ეგრეთ წოდებული, რომელიც ანუ ეს არის ტერმინი, რომელიც დამკვიდრებულია სხვაობას, ნიშნავს სხვაობას, ესე ვთქვათ, ანაბრების ესე ვთქვათ პროცენტსა და კრედიტის პროცენტს შორის, არის უზარმაზარი და 7ჯერ და 9ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ესე ვთქვათ, სოფლიო ანალოგებთან მიმართებაში. ანუ რასაკვირველია თითოეულ ბანკს ესე ვთქვათ აქვს დამოუკიდებლობა კრედიტის ესე ვთქვათ პროცენტის ესე ვთქვათ დარეგულირებაში. ხოლო რაც შეეხება ანაბრებს, არანაირად არ შეუძლია ბანკს ცალმხრივად, როდესაც ხელშეკრულებაზე არის ხელი მოწერილი, შესაბამის ესე ვთქვათ ვადით, ცალმხრივად სანამ ეს ვადა არ გავა, შეცვალოს შესაბამის ესე ვთქვათ ანაბარზე დაწიოს პროცენტი, ან თუნდაც აწიოს ეს პროცენტი. ანუ ეს შეუძლებელია, თუ რასაკვირველია არ დევს ხელშეკრულებაში ისეთი პირობა, როდესაც ორივე მხარე რაღაცნაირად თან ხდება. ასეთან ფაქტურად არის შეუძლებელია რა. დიახ. რაც არ უნდა დაწიოს, ესე ვთქვათ, პროცენტი თუნდაც კრედიტზე და ასე შემდეგ. წესით დარიგით დაწეული უნდა ქონდეს. კიდევ სმენელი გყავს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. თქვენ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა. გმადლობთ. შეკითხვა მაქვს ესეთია. წინწრების კრედიტის გაფორმების შემთხვევაში, წინწრების გადახდის დროს იხდის თუ არა მომხმარებელი დარჩენილ იმ პროცენტს, რომელიც დაერიცხა მთელი ერთი წლის განმავლობაში. კრედიტი იფარება 3 თვეში მთლიანი. და ამ დროს ბანკი ითხოვს, რომ ის პროცენტით დავხარო. მე ვიცი, რომ წინწრების შემთხვევაში 2% უნდა გადავიხადო პირის მოშინას. დათა ეძახიან ამას. დიახ, გმადლობთ ზარისათვის. ბატონო რამაზ. პასუხებისეულ ჩავერთები. რაც შეეხება კრედიტის წინწრების შემთხვევაში გადახდას, ამას საბანკო პრაქტიკაში უწოდებენ პირგასამტეხლოს, ანუ როდესაც წინწრებით იხდი და გარკვეული ესე ვთქვათ ჩადებულია მუხლი, რომ შენ ვალდებული ხარ რაღაც პროცენტი გადაუხადო, თუმცა საქართველოში ეს 2%-ი და 3-დან 5%-მდე მერყევს, ანუ სხვადასხვა ბანკში სხვადასხვა ისა. და ეს არის ყოველდღე წარმოუდგენელი. ხო არ ესე ვთქვათ არ უღელ ხელშეკრულებას, ანუ წინსწრებით იხდი, პირიქით უბრუნებ ამ თანხებს და თუნდაც აი რეგიონის მაგალითს ჩვენ წინა გადაცემაზე მოყვანილი ყავდა. 0.5%-ია მაგალითად ჩვენს მეზობელ სომხეთში ანალოგიური პირგასამტეხი. როგორ შეიძლება 5% დაარიცხო, თუნდაც 3, თუნდაც 4% იმისთვის, რომ მომხმარებელმა კრედიტის ესე ვთქვათ ადრე არა, ვერ კი არა, ადრე აბრუნებს კრედიტს, ანუ შეძლო აწია ეს ტვირთი და ადრე გიბრუნებს, ანუ ამისთვის პირგასამტეხო ყოველდღე შეუძლებელი რომ ამხელა დიდი რაოდენობით იყოს. დიახ, მადლობთ. ბატონო მათე რაც სანამ თქვენ განაგრძობთ თქვენ მიერ დაწყებისობას, მანამდე მე გამოვაცხადებ კიდევ ერთხელ ჩვენს ტელეფონის ნომერს 2388 არის ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Skype-ის მეშვეობით მისამართზე ობიექტივი. და ასევე აღნიშნავ იმას, რომ დღეს ჩვენ საუბრობთ საპენსიო და სოციალური დახმარების სესხების სახით გაცემის შესახებ. ბატონო მათე კი ბატონო, მე თუ ეს ნებას მომცემთ ზოგადად
გავაგრძელე ბატონი რამაზის საუბარს, მან ძალიან მნიშვნელოვანი ცხრილი განახათა, როგორ არის დარღვეული უშუალოდ თუნდაც იგივე პროცენტის დარიცხვა, რომელიც ჯერ ერთი არის ძალიან მაღალი, არის 36% და თუ რას ნიშნავს 36%? წლიური თვითონ პენსიაზე დარიცხული, ამაზე ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ. ზარია თუ დიახ, ზარია ესო ჩვენს გისმენს პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. შარშან არის კრედიტი 3 თვის პენსიის კრედიტი. დიახ. რა თქმა უნდა 3%-ზე მეტი 300 ლარიდან გავუმართვეს, მაგრამ მე გამიჭირდა და მე დახმარება მაქვს 30 ლარი. დიახ. მივედი და ვთხოვე 30 ლარის კრედიტი მომეცი. და მომწეს ხელზე 27, იქაც 3% დამართვეს. ხო და მე ესე იგი გაოცებული ამოვსა მეთი ეს რა ბანდიტური კრედიტია მეთი. დიახ. ხო და შემოხედეთ მე ოპერატორებმა აი როგორც ლენინმა შეხედა ბურჟუაზიას. თავის დროს. დიახ. გაბანადგურებელი გამოხედვა. ხო და აი მინდა გავიგო რატო 30-დანაც 3%. 3 კი არა 10 წაურთევია თუ 3 ლარი ჩამოგაწეს მაშინ. დიახ, გმადლობთ ზარისათვის. ანუ პრობლემები რასაკვირველია პრობლემები არ არის, ეხლა არ ვიცი ჩვენ საზოგადოებას რომელსაც უშუალოდ ეს ეხება, რამდენად დომა აქვს მაგალითად ინტერნეტთან და პირდაპირ ეთერში რამდენად ესე ვთქვათ გვიყურებს, უბრალოდ სმენელისთვის კიდევ ერთხელ გავამეორებ, როცა ბატონი საუბრობდა ამ პროცენტებზე, მის შესაბამისი ცხრილი რაც გავაკეთე ამ შემთხვევაში. ანუ თუ ესე ვთქვათ სფილად, ანუ პროპორციულად დავარიცხავთ, იმიტომ ყოველთვე ერიცხება, თუნდაც ამ თვეზე როცა არის აღებული, ამ შემთხვევაში ის თანხა, რასაც ისინი გვეუბნებიან, 67 ლარი, მაგალითად 5 თვეზე როცა არის მაქსიმალური არის 67 ლარი, არა 3%, არამედ გამოდის 47%. 47 ლარი. 47%-ულად. რეალურად თუ 3%-ს ავიღებთ, გამოდის 57 წფივით, მაგრამ ყოველთვე ხო მერიცხება ეს თანხა. ანუ სანგარიშო პერიოდი 5 თვის თავზე ერთ ფაშად ხო არ ურიცხავ უკან, რომ შენ ეს ჩამომაჭრა. დიახ. აქედან გამომდინარე, თუ დამიანგარიშებს, გამოდის 40 ლარი პროცენტ, ანუ პროცენტებშიც კი იტყუებიან, ანუ მაგათთვის 3% სხვა თანხა და რეალურად რო დამიანგარიშეთ, ეს სხვა თანხა გამოდის. რასაკვირველია 40 ლარსა და 67 ლარს შორის სხვაობა არსებობს. და ეს მნიშვნელოვანია. ერთი დონელის დახმარება. რასაკვირველია და ეს ძალიან ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი თემაა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის რომ ის თანხა რაც უნდა შენ რაც უფრო დაგეწერა ესე რომ ვთქვათ და ჩაგიწერა ეს იქ რომ შენ ეს აიღე რეალურად ხელში არ გიკავია იმის გამო წინასწარ გაჭრიან სრულ პროცენტს. ანუ გამოდის რომ თუ ვთქვათ და მე 450 ლარის ესე ვთქვათ კრედიტი მაქვს აღებული ამაზე 67 ლარი წამართვეს თუმცა მე 382 ლარი ავიღე ხელზე და იმ 67 ლარის რაც პროცენტად წამართვე იმის პროცენტსაც მახდევია. ანუ ეს არის ყოველდღე წარმოუდგენელი რაღაცა და ვფიქრობ რომ ამ კუთხით სახელმწიფომ, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა სუბიექტებმა აუცილებლად უნდა მოახდინონ რეაგირება, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების ის ფენა, რომელსაც ჭირდება დახმარება და ამიტომაც აძლევს ამ დახმარებას სახელმწიფო. არ შეიძლება ამას შევხედოთ ბიზნესის გამორჩენის და რაღაც მერკანტილური მიზნების თვალით. ეს არის ყოველდღე შეუძლებელი. მე ვიცი რომ თუნდაც რაღაც ბიზნესის ხები არის თქვა და 26%-ადაც. თუ შეიძლება 20 და 26% რაღაც გამონაკლისის შემთხვევაში ბიზნესის წესხი იყოს, როგორ შეიძლება საპენსიო ესე თქვა წესხი წლიურზე რო გადავთვალოთ, გამოდის 36%. თუმცა მაგათივე სისტემით მე ვთქვი რომ 46-47%-ს აღწევს ახლა ეს თანხა 67 ლარი. 382 ლარის მიმართ. მადლობთ სვენელი პროცესზე ხარ. ალო, კენაცარ. გისმენთ. მე ვარ სოციალურად აუცილებელი. დიახ. დამეგობაშვილი ერთი წლის წინ და გავაფორმე ზოგადიანი კრედიტი, გაშენების ვარი და რაღაცა რო დამეფარა. ეხლა 100 ლარი პენსიიდან ყოველთვის ვიღებ მარტო 22 ლარს. ვერ გავიგე და თვით ბოლომდე დაგეხარებაო და რა მეკვითება, რა არ მეკვითება, რატომ და დამეკვითოს ამდენი ვერ გავიგე. დიახ, გმადლობთ ზარისათვის. ან თვითონ პენსიონერებიც არიან გაურკვეველ მდგომარეობაში, მათ არ იციან რეალურად რაში ახდევინებენ ფულს და რასაკვირველია. მე სვენელს ახლა ამ წუთას რადიო სვენელისთვის რო იყოს, მე ხელში მიკავია შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც არის ესე ვთქვათ გაცემული შემწეობაზე.
და მაყურებლისთვის აგერ ვაჩვენებ ობიექტივში. აქ არცად არ წერია ის პროპორცია, ის დარიცხვა თუ რა ვადებში, როგორ, რანაირად ჩამოექვითებათ, ესე ვთქვათ, მათ შესაბამისი პროცენტი, რა პროცენტი ხდიან ყოველთვიური დაქვითხვის შედეგად, რა პროპორციით უნდა ჩამოეჭრათ და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ესე ვთქვათ, ბუნდოვნად არის ეს მოწვეული. ერთადერთი წერია, რამდენი არის ესე ვთქვათ, კრედიტით აღებული და რამდენ თვეზე. აი ამ ხელშეკრულებაში. თუმცა ამავდროულად ეს არის გარკვეულწილად არაინფორმირებულობის ბრალის, როდესაც შესაბამის მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, თითოეულ პენსიონერს ნებისმიერ ესე ვთქვათ, სოციალური შემწეობის მიღებს თუ დევნილს შეუძლია მიბრძანდეს ლიბერტი ბანკში და მოითხოვოს ამონაწერი. და ეს ამონაწერში ყველაფერი იქნება გაშლილად და სრულად მოცემული. ფასიანი არის? ანუ სოციალურ ფენაზეც ფასიანია, ხო? დიახ. ანუ ეს ძალიან ესე პრობლემაა უცნაურობაა, იმიტომ რომ წესით დარიგით ამონაწერი თუნდაც თვეში ერთხელ ესეთი სისტემა შეიძლება დაინერგოს, რომ სოციალური სფეროს წარმომადგენლისთვის ფასიანი არ იყოს. დიახ. განსაკუთრებით იმ ბარათებზე, რომელზეც ერიცხებათ, ანუ სოციალურ ბარათებზე, ეს კიდევ რა ვიცი, ამაზე საერთოდ კომენტარიც ზედმეტია, ესე ვფიქრობ. მადლობთ ბატონო მათე თქვენ არ მოგეწევთ საშუალება დაგესწრებინათ. არა, ეხლა არა უშავს მაგაზე. ზოგადად საერთოდ ეს არის რა მთელი უზნეობის კასკადი თუ შეიძლება ითქვას, რაც ზოგადად ამ თემას შეეხება. ჯერ ერთი დავიწყოთ სულ თავიდან, ანუ მივყვეთ ლოგიკურად რასთან გვაქვს საქმე. დარიცხული პროცენტი წლიური, ანუ წინ პენსიონერების მიერ აღებულ კრედიტზე სეცხზე ეს არის 36%. ანუ ეს არის პრაქტიკულად მაქსიმალური პროცენტი, რაც თითქმის მაქსიმალური, ხო, ანუ თითქოს 36, სინამდვილეში მეტი გამოდის. ხო, ანუ დაუშვათ 36% ავიღოთ, ანუ სადაც ბევრია რამაზე ამბობს, კიდე მეტი გამოდის, მაგრამ 36%. ანუ ეს არის მაქსიმალური პროცენტი, რაც გაიცემა ბიზნეს სეცხზე. საერთოდ მარტივად პროცენტის მოცულ ოდენობას განსაზღვრავს ის თუ რამდენად რისკიანია თვითონ კრედიტი. ანუ ხო, რაც უფრო მაღალია რისკი, მით უფრო მაღალია ბანკის მიერ დადასტურებული კრედიტი. რაც შეეხება ძვირფასო მეგობრებო, ბანკებო თუ რა ვიცი, ვისაც უნდა მივმართოთ ამ შემთხვევაში, რისკი აქ არის პრაქტიკულად ნულის ტოლი. ანუ როდესაც პენსიონერი იღებს სეცხს, მის ზურგს უკან დგას ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტი. ანუ აქ რისკი არის პრაქტიკულად ნულის ტოლი და როგორ შეიძლება დაუშვათ ძალიან მაღალი რისკის მატარებელი კრედიტის პროცენტი იყოს 36 და პენსიონერზე დარიცხული პროცენტი იყოს ისე 36. ეს არის გაუგონარი ფაქტი და ეს არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი. არ დაგვიცოთ აქ საუბარი გვაქვს ჩვენ პენსიონერებზე და არა ასე ვთქვათ დევნილებზე და სოციალურად დაუცველ ფენაზე და არა ასე ვთქვათ რომელიმე სხვა საზოგადოების რომელიმე სხვა ფენაზე. გარდა ამისა, გავიწვალისწინოთ ერთი ყურადსაღები მომენტი. საარსებო მინიმუმი რამდენია ქვეყანაში? დაუშვათ 150 ლარი, ხო? როგორც ვიცი 150 ლარია ბოლო მონაცემებით. 150 ლარი. პენსია სტანდარტული პენსია არის 90 ლარი, ანუ თუ არ გავითვალისწინებთ იქ რაღაც დარიცხვა და დანამატეს სტაჟის მიხედვით. საშუალოდ არის 90 ლარი, ნუ სტანდარტული პენსია 90 ლარი. 90 ლარი გაცილებით ნაკლებია საარსებო მინიმუმზე. ანუ შესაბამისად პენსიონერი უკვე თვითონ რეალურად ხო იმ მონაცემებით რაც ჩვენ გვაქვს, იძულებულია გამოიტანოს სესხი. იძულებულია სხვა ვარიანტი თუ ჩვენ ვამბობთ საარსებო მინიმუმი 150 ლარია და 90 ლარია პენსია მას უნდა გააკეთოს სესხი. ანუ ეს მიჯაჭვულია პრაქტიკულად ბანკთან და ბანკი ამ დროს უწევს სახალხო ბანკზეა საუბარი. ან არ აქვს არჩევნის უფლება რაც ლიბერტი ბანკი ეს ძალიან ისეთი ლიბერტი ეს არ შეესაბამება ამ ბანკს. არავითარი კავშირი ამ სახელმწიფოს არანაირად არ ამართებს. ანუ 36%-ზე აქვს საუბარი. დიახ. ანუ გინდა არ გინდა პენსიონერი გარდა ამისა მათ მონოპოლია აქვს. ცხადია, ხო, ან პენსიის გაცემის სხვა ბანკში, თქვენ ბანკ რესპუბლიკაში, TBC ბანკში, ქართულ ბანკში ან სხვა ბანკში თქვენ ვერ აიღებთ. ანუ მონოპოლია აქვს მათ უშუალოდ სახელმწიფოს მხრიდან. გაუგებარი რატო აქვს მონოპოლია მაინც და მაინც სახალხო ბანკს. გარდა ამისა, თვითონ მომსახურებას დააგვირდით, ხო, რამხელა რიგებია სახალხო ჯერეთ ის 90 წლის, 80 წლისა, 90 არა, ბოდიში 80 წლის ხალი რო დააყენე, ან კაცი თუნდაც რამხელა რიგში თილიდან საღამომდე ტანჯა ხო პრაქტიკულად ეხა ესეც ხო გასათვალისწინებელია ვალდებული ვარ და შესაბამისად გაუგებარია რატო არ არის დიფერენცირებული რატო არ გასცემენ იგივე სესხებს სხვა ბანკები დაუშვათ მომსახურებაც უკეთესი იქნება და უფრო მეცაც დაკლებად გაიტანჯება ის ვინც ემსახურება ამ პენსიონერებს ანუ საწყალი ის მომსახურე მათ 100 ვერჩით ხო ანუ ის ვინც ის და იგივე დუარსების საშუალოდ 300-400 ლარს და მთელი დღე ასე ვთქვათ შრომობენ ძალიან კაბალურ პირობებში სხვათა შორის დიახ გაუგებარია სახელმწიფო პოზიცია და თუ შესაბამისად თუ სახელმწიფო ამის რეგულირებას ვერ ახერხებს თან გაუგებარი რასაკეთებს ამ დროს თქვათ ეროვნული ბანკი რომელსაც პირდაპირ რეგულატორები ხელთ უჭირავს ანუ მას შეუძლია პირდაპირ დაუწესოს აი ამ პროცენტზე 36%-ზე უთხრას რომ დააწესა 6%.
მაინც მოგებულია, ხო, ძალიან დიდ მოგებას იღებს მაინც სახალხო ბანკი. ასეთი პრეცედენტები თქვა იგივე სხვა ქვეყნებშიც არის ძალიან ბევრ ქვეყანაში, ანუ თქვა ბანკიდან მართლაც შეგიძლიათ პენსიონერებს შეუძლიათ გარკვეული კრედიტის მოზიდვა, იმიტომ რომ პენსიონერის უკან ისევ სახელმწიფო ბიუჯეტი დგას და თქვენ წარმოიდგინეთ 36% გვაქვს და მე ვერ ვიპოვე ქვეყანას, სადაც პროცენტულად აღემატება წლიური პროცენტი 3%. წლიურ პროცენტზეა საუბარი. და 3% არის ერთი თვის. აქ თვიური პროცენტია. მე ვერ ვიპოვე ასეთი ქვეყანა. ანუ ამის ქვევით არის ქვეყნები, არის ძალიან ბევრი, სადაც 2%, 1.5%, 2%-ია და მე 3%-ზე ვით ვერც ერთი ქვეყანა ვერ ვნახე. სამწუხაროდ ვერ მოვიპოვე მასალას სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ანუ ჩვენი რეგიონის და ვერ ვნახე მასალა, ანუ არ ვიცი როგორი მდგომარეობა ამ ხდება ვერაფერს. მენელმან რო იცოდეს, მაგალითად 450 დარზე, როდესაც 2% იქნება, ანუ ესე ვთქვათ, თლიან თანხის 2%, ხო ესე გამოდის. კი ბატონო. თუ პირდაპირ უთხრათ ციფრებში, გამოდის დაახლოებით 9 ლარი, ხო 450 და წესით არის. 5-ზე ნაკლები გამოდის კიდევ. ხო, ანუ 5-ზე კიდევ უფრო ნაკლები. კი ბატონო. ხო, წარმოიდგინეთ ახლა 67 ლარი ნახევარი და სად ესე ვთქვათ 7-8 და 9 კი ბატონო, თუ შეიძლება ეს დავოთ, ანუ ჩავთავოთ და დავუშვათ ამ შედარებით სტაბილურ ქვეყნებში ინფლაციაც დაბალია და ამიტომ იქ შედარებით ნაკლებია, მაგრამ 36% ეს წარმოუდგენელი რაღაცაა. ყველგან არის აბსოლუტური უზნეობის კასკადი აი ამ ასპექტში. შეუძლებელია, ანუ ვინმე უნდა დაარეგულიროს ეს, ან სახელმწიფომ გააკეთოს. გარდა ამისა, მე თუ გნებავთ თქვენ კიდევ უფრო მეცაც გეტყვით პენსიების ასე ვთქვათ, იმას მოგიყვანთ მონაცემის არ უნდა ზედმეტი იყოს მსმენელისთვის. აი მაგალითად დავანებოთ თავი იქ გერმანიას, სადაც დანიას, სადაც 4700 ლარი ხელფასი, დანიას, გერმანიას 1500 ლარი, ინგლისი, იაპონია 1200 ლარი, ამერიკა 1800 ლარი, დავანებოთ ამათ თავი პოსტ კომუნისტ პოსტ საბჭოური ქვეყნები. ესტონეთი 660 ლარი. ყაზახეთი 580 ლარი, ლატვია 550, ლიტვა 450, რუსეთი 440 ლარი, აზერბაიჯანი 300 ლარი, უკრაინა 230, სომხეთი 130, საქართველო 100, უსწრებთ მოლდოვას 93 ლარი, უზბეკეთი 82, ყირგიზეთი 72, ტაჯიკეთი 27 ლარი. თუმცა აქ ყირგიზეთსა და ტაჯიკეთსაც შეხება მართალია 27 ლარია პენსია, მაგრამ აქ ეს ქვეყნები სადაც გაზი იაფია, ანუ იქ სოციალური პაკეტი აქვს დიდი. პაკეტი საკმაოდ დიდი აქვს. შესაბამისად საქართველოს არის ქვეყანა, სადაც საშუალოდ 100 ლარი არის აღებული ხელფასი, პენსია. დიახ. შესაბამისად, აი ამ ვითარებაში 36%-ის დარიცხვა არის ყოველად მიუღებელი. არ ამგონია მე საერთოდ მოიძებნებოდეს ადამიანი, თუნდაც იგივე პოლიტიკოსთა შორისაც, ვისთვისაც ეს მისაღები იქნება და რატო ხდება ეს და რატო აქვს მონოპოლია ამ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ ერთ ბანკს, ჩვენთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი. დიახ, გმადლობთ ზარია პირდაპირ ეთერში გისმენთ? მოგესალმებით. დიახ, მოგესალმებით. მოგესალმებით, ჩემო კრატო, მე დაზარალებული ძირითადი პენსიონერი ვარ და აი სული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დიახ. გვაკავებენ, აღარ არის საშუალო და ისე აი ეს საუბრობთ, ყველა სულის კივილია. უკიდურეს მდგომარეობაში ვარ 3%-ით გვაწერენ რა ჩვენ საკუთარ ფულს. და იქნებ ძენს მიაკოდო და რაღაც პოზიციება ჩატარდეს, ან სულ ამერჩულ უნდა რაღაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. ყველა სულის კივილია და დიდი მადლობა, იქნებ დაითვალისწინოთ რაღაც. მადლობთ ზარისათვის. ბატონო, დიახ, ბატონო მათეო. ეს ამ თემასაც შეეხება თვითონ საბანკო თემაზე ზოგადად ჩვენ გქონდა საუბარი, მაგრამ თვითონ საპენსიო თემაზე ალბათ სავალდებულოა ჩვენი მხრიდან გადაცემა გაკეთდეს კიდევ და ამიტომ მე მექნება ასეთი თხოვნა, რომ თვითონ პენსიონერების მომბრძანდნენ გადაცემაში არ არის შეზღუდული მედიკავშირი ობიექტი არ ზღუდავს, რომ დაუშვათ სტუმრად დაესწრონ გადაცემას თქვათ იგივე პენსიონერები, მოვიდნენ, დავთქვათ გადაცემა, გავაკეთოთ და რამეფრად მივაწვდინოთ ხმა იქ სადაც საჭიროა, რომ ხმა მიწვდეს, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი რაღაცა იყოს და არ შეიძლება კიდევ იცით რა არის კიდევ უფრო დიდი უბედურება? უბედურება ისაა, რომ ამაზე საზოგადოება ასე ვთქვათ, გარკვეულ გულგრილობას იჩენს. დიახ. ანუ ჩუმად არის, ანუ ხდება ასეთი რაღაცა საზოგადოების გაწეული არის ჩუმად. არა პროტესტებს, დიახ, ეს არის ძალიან ცუდი. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მე მაგალითად ეხლა ბატონი რამაზიც, მეც და საერთოდ ზოგადად ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენი საახლობლო წევრები, ვინც ერთნაირად ვაზროვნებთ უშუალოდ ეკონომიკის სფეროში, კატეგორიული წინააღმდეგები ვართ საერთოდ რეგულაციების. ეკონომიკის რეგულაციას იქ სადაც ზარალდება ზოგადად ეკონომიკის ზრდა არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი, ჩემთვისაც და რამაზისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ის შემთხვევა, როცა საჭიროა რეგულატორების გამოყენება. გასაგებია. თუ
თორე არ შეიძლება ასე გაგრძელება. უკვე მართლაც სოციალური სფეროა და სოციალური სფერო ყოველთვის უნდა რეგულირდებოდეს. ისე ამის რეგულირება ისე შეიძლება რომ სულაც არ დაზარავდეს ასე თქვათ იგივე სახალხო ბანკიც. რა თქმა უნდა ესეთ შემოსავალს ვერ მიიღებს რაც ამ იმითავ და არც უნდა მიიღოს, იმიტომ არ ეკუთვნის მას. არც მენეჯმენტი უარგა, არც მართვა უარგა, არც მენეჯერები უარგა რომ აი ასეთი მოგება კონდეს მას. დიახ. სამსა ამას უნდა ასე თქვათ მოიღოს ბოლო. აი ამ კიდევ ერთი მსმენელი გვყავს პირდაპირ ეთერში. დიახ, მოგესალმებით. მოგესალმებით. საინტერესო თემაა. ეხლა ყურადღებით მომისმინეთ. საპენსიო საზღვარი პლანკა რაც ქვია, ხო? აი ზიან 5 წელი, ესე იგი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ პენსიონერები უკეთესი კვება გვაქვს, უკეთესი უზრუნველყოფა გვაქვს, სოციალური პირობები კარგი გვაქვს ძალიან, მე ხანს უნდა ვიცხოვროთ და ამიტომ 60 წლიდან 65 წლამდე მამაკაცებისთვის და ქალებისთვის 60 წლამდე. ხო, ასეა? დიახ. ხო. ესე იგი რაც ნიშნავს, რა კი არის, ესე იგი ჩვენ кайკვება გვაქვს, აი პირობები სიტყვაში ვარ, ყველაფერში ვარ, უზრუნველყოფილი ვარ, ვეტერებიან, გვევლებიან და ასეა. ხო, ამაზე პროტესტი არ იყო არანაირი. ამის გარდა მინდა მოგახსენოთ, რომ მოსკოვში მაგალითად $500, აი დიქტატორ სიცილსველ პუტინთან არის $500 პენსია. დოლარი და არა ლარი, გაითვალისწინეთ. როცა პროდუქტები იაფიქსირდა და ყველაფერი ნუ გასაგებია. აი კი ბატონო, ამას თუ თქვენ ხაუბრობთ იმას, რომ აი ესია და ისია, ვიცი, ძალიან კარგად საკუთარ თავზე განვიცადეთ ესა. ის კი არა, სოფლებში და ისა ბანკები შეთანხმებულები არიან და პენსიონერს უჩერებენ. პენსიას გაუწეველი მიზეზების გამო, რომ უნდა ზიო და ზიო. ესეც შემთხვევებიც არის ძალიან ბევრი. მე რა გიქრათ მე თქვენ ის რომ ამ ლაპარაკს ხო ეს ლაპარაკი გაგრძელდება კიდე 20 წელი. თუ შეიძლება არ ვეთიშოთ. დიახ. თავრობაში პეტრე დაძეს, პავლე დაძეს, ამას უნდა პენსიონერების მობილიზაცია რომ მოიწყონ. ეს არის სოციალური საკითხი. ამაზე თავს და ფეს არავინ არ მოგწეხავს. უნდა გავიდეთ მე ასე ვთვლი, ჩემი აზრია. დიახ, უკაცრავად არ გათიშოთ. მოიწყონ თავიანთი უფლებები, აი ეს არის სოციალური მოთხოვნა და ამაზე გეუბნებით არ ჯგალს მომიყენებენ, არ პოლიცია გწევს და არაფერი, მაგრამ აი როცა ამბობენ რომ პეტრე იყოს სამთავრობაში ან პრეზიდენტი ან პავლე იყოს, ეს უკვე სხვა რაღაცაა, ეს არ შეიძლება. დიახ, თუ შეიძლება ანუ სოციალური საკითხი, მაგრამ აქამდე ვერ მივიდა საზოგადოებაზე. დიახ, უკაცრავად არ გათიშოთ თუ შეიძლება. აი, აი ეს არაუშავს. აი ობიექტივი არის ლაპარაკი, მაგრამ ეს უნდა იყოს პენსიონერების მობილიზაცია, რომ მოიწყონ თავიანთი უფლებები. მორჩა გათავს, ამაზე თავს და ფეხს არავინ არ მომტეხავს. გასაგებია, ეს გასაგებია, ხო მეტაკლები თამაში. დიახ, დიახ, კი ბატონო, თუ შეიძლება არ გათიშოთ ერთი წუთით. ხაზი ხართ, ხო? ანუ ესე იგი ზუსტად ამაზე გვაქვს საუბარი ჩვენ ამ შემთხვევაში, რომ თვითონ საზოგადოებაში არის პრობლემა. ამიტომ თქვენ ამ შემთხვევაში ან არ ვიცი, თქვენი ახლობლო წრე ვინც იქნება, მოდით გადაცემაში, გავაკეთოთ გადაცემა, ვისაუბროთ პირდაპირ. ეს არის საზოგადოების დანაშაული პირდაპირ ჩუმად ყოფნა ამ შემთხვევაში. გეთანხმებით საუბარი. კი ბატონო, მაშინ ამას არავინ ყურადღებას არ მიაქცევს, ეს არის უშუალო თუნდა. კი ბატონო, მაშინ საკანონმდებლო ორგანოში მიაკითხონ პენსიონერებთან მასიური წერილები უნდა იყოს, მე ასე ვთვლი. კი ბატონო, და ეხლა ერთი და ორი რომ გადაფუთ არ მოიყვანს ეს გასაგები, მაგრამ მასიურად უყურეთ, მაგრამ გონება არ არის იქამდე მისული, განაცვალე. კი ბატონო. ეს დონია რა. აიმიტომ ვარ საფრთხეს და ის კიდე რო ითხოვე თავრობას ის იყოს რაღაცა გაარებეთ მაგას თავი კაცო ვით არის არა თავრობა აქ არაფერ შუაში არის ანუ ეხა აქ ცოტა სხვა რაღაცას უქონდა საუბარი ანუ აქ საუბრობთ უშუალოდ ბანკზე და ჩვენ აბსოლუტურად გვესმის ამ ბატონის გულისტკივილი ბანკი და სობესი ერთნაირად მუშაობენ ერთად შეთანხმებულ მადლობთ გაითიშა მადლობთ ზარისათვის ბატონო რამოს თქვენ როგორ ფიქრობთ ეს თვითონ საზოგადოება რა თქმა უნდა საზოგადოების ბრალიც არის ეს რომ უნდა ამოიღოს ხმა დაანახოს საკუთარი გააპროტესტოს ამხელა გადასახადები საზოგადოებამ უნდა დაიცვას თავისი უფლებები რა თქმა უნდა მთლიანობაში მე არ მიმაჩნია რომ თუ პენსიონერი ჩაგრება ეს მარტო რიგითი პენსიონერის ან პენსიონერთა ესე ვთქვათ ფენის პრობლემა ეს არის მთლიანად საზოგადოების პრობლემა თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ცივილური სამყაროს ნაწილი თუ ჩვენ გვინდა ესე ვთქვათ ვისწრაფით დასავლეთისკენ და დასავლური ესე ვთქვათ მენტალობა და ღირებულებები გქონდეს დანერგილი ამ კუთხით სოლიდარობის და ესე ვთქვათ გამოსარჩელების კუთხით ჩვენ კარგად გვახსოვს როდესაც ევროპაში იყო მცდელობა იმისა რომ თითქოს და რაღაც ასაკა ეწიათ ან პენსიები შეეზღუდათ ახალგაზრდა თაობა სტუდენტები
იყო გამოსული. ანუ ეს ფაქტიურად პირველ რიგში ფაქტიურად ნიშნავს იმას თუ უმცროსი თაობა თუ როგორ იაზრებს უფროსი თაობის ესე ვთქვათ გულის ტკივილს და მას ღრმა და გააზრებული რომ თითოეულის ოჯახში ეს უფროსი თაობის ადამიანიც არის და თვითონაც მოუწევს ესე ვთქვათ ამასაკამდე ეს არის გრძელვადიანი ესე ვთქვათ აზროვნება. რაც შეეხება ბატონის ესე ვთქვათ მომართვას იმაზე მინდა გავაკეთო ესე ვთქვათ გარკვეული ესე ვთქვათ კომენტარი. ასაკვირველი აბსოლუტურად ვეთანხმები ამას ქმედება უნდა მაგრამ ეს ქმედებისთვის ესე ვთქვათ აქტუალურობამ რომ წამოიღო ჩვენი გადაცემა ზუსტად ეს არის რომ საზოგადოებას მივაწვდოთ და მეორე მხრივ ეს მიგნება ფაქტიურად რომელსაც არავინ არ აქცევდა ყურადღებას რასაც მე ვამბობ რომ რეალურად არც 36% არის 67 ლარი რო ეჭრება იმიდან და რაც ასე ვთქვათ კაბალურია და ფაქტიურად ეს არის არაკეთილსინდისიერი ქცევა, უზნეო ქცევა, ამის თაობაზე ჩვენ მაგალითად როგორც საზოგადოებრივი ესე ვთქვათ ორგანიზაცია და როგორც არასამთავრობო სექტორი ვაპირებთ თითოეულ ესე ვთქვათ კვალიფიციურ სუბიექტის ოფისში იქნება თუ სადაც იქნება საჭირო, მივიდეთ და ანალოგიურ ესე ვთქვათ ჩვენს გათვლებს გავუკეთოთ პრეზენტაცია და მათ დაუსვათ კითხვა ერთობლივად. მნიშვნელობა რა აქვს ეს უმცირესობა იქნება, უმრავლესობა იქნება თუ სხვა პოლიტიკური სუბიექტი. ამას აუცილებლად ვაპირებთ. დანარჩენი უკვე მაგაცაც იქნება დამოკიდებული და რასაკვირველია საზოგადოებრივ აქტივობებაზეც იქნება დამოკიდებული. რასაკვირველია, მადლობ. თუ შეიძლება ეს დავამატო სანამ ზარი იქნება, ანუ თვითონ მოგვარება ამ საკითხის მე ვერავინ ვერ დამაჯერებს იმაში რომ თავრობაზე იყო საუბარი და არ არის იქ არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ხალხი თვითონ თავრობაში სხვათა შორის რო იცოდეთ და მე ვერავინ ვერ დამაჯერებს იმაში რომ ამის მოგვარება თავრობას არ შეუძლია. აი ნახეთ დაუშვათ როგორ მოაგვარეს თქვა იგივე საჯარო რეესტრში არსებული ვითარება. თუ თქვა ნუ გონია რომ არ შეიძლება პოლიტიკური ნება პირველი. კი ბატონო, პოლიტიკური ნება და არ შეიძლება არ დავაფასოთ ის რასაც თუნდაც იგივე მთავრობა აკეთებს. ხო ძალიან მაღალ დონეზე გააკეთეს ძალიან ბევრი რაღაც და ამის აკეთება ძალიან კარგად შეუძლიათ. თუ მოინდომებენ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აქვთ ამის უნარიც აქვთ, რესურსიც აქვთ და მართლა შეუძლიათ ამის აკეთება და რა ვერ გადაწყნავთ თუ ჩვენ პენსიონერებს ზრუნავთ ნამდვილად, მაშინ მართლა უნდა ვიზრუნოთ, ხო ანუ სხვანაირად არ შეიძლება ანუ. დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, უკაცრავად რომ გალოდინეთ. დიახ. გამარჯობათ. ეს პრობლემა რა თქმა უნდა თითქმის ყველა ოჯახში ყავს პენსიონერი და ჩვენ როგორც შედარებით ახალგაზრდა თაობა ნამდვილად ვფიქრობ და ნამდვილად ნერვიულად ჩვენზეც მოქმედებს ეს ყველაფერი. ყველა ოჯახს ქონია ეს შემთხვევა რომ ამხელა პროცენტი ჩამოჭრილა, იმიტომ რომ ოჯახში არასაკმარისია, რომ უმუშევრობა ძალიან მაღალია და ოჯახში შეიძლება ხან არის რომ ამ პენსიაზე თავაცდელი ოჯახი დამოკიდებული. რაც შეეხება ჩემი ოჯახის წერის წინა გამოსვლას მინდა უთხრა რომ ზუსტად ჩემი არავინ არ დაგვემუქრება, არავინ არ დაგვიჭერს, ზუსტად ჩემი ოჯახის წევრს მოუხდა ის რომ როცა უთხრა რომ არც ერთი მევახში არ იღებს ამ ხელა პროცესს, რასაც თქვენ აკეთებთ და რა არის ყაჩაღები ხათო დაემუქრენ მას პოლიციით და ნამდვილად შეურაცხყოფა მიაყენეს და ასე რომ ეს ყველაფერი ნაცნობრივ ეხლა მე პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ რომ გადაწყვიტა ის თავრობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი ნამდვილად უნდა შეიცვალოს. ძალიან აინტერესებდა, იმიტომ რომ ყველაფერი ამ თავრობის გამოდის თუ ჭირდებათ კანონებს უცბად შეიტანენ ცვლილებებს კანონში და თუ ჭირდებათ ცარიელა ფუჭის ყოფის გოლაპარაკებია რომ თუმცა პენსიონერების მომავალზე და ის რომ არასაკმარისია. ანუ საფრთხე ცვლილება არ ჭირდება. გაითიშა და ჩვენ ასევე სკაიპიც ყავს ასევე მსმენელით. გისმენთ? გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობა. მოგესალმებით. გისმენთ? წინა გამომსვლეს მამაკაც მინდა შევეხმიანო. დიახ, ბრძანეთ. რაც შეეხება დემოკრატიას საქართველოში და რაც შეეხება იმას, რომ პენსიების გაზდა არ გაზდაზე გამოვიდეთ და სააკაშვილის მთავრობა არაფერს გიზავს, კი არაფერს პირს დააგამთოთ. მე საფრანგეთიდან გირეკავ, გახსოვთ თქვენ აქ პენსიების გაზდაზე რა უკნა სარკოზი მხარს და სად არის დღეს სარკოზი? გახსოვთ თქვენ საბერძნეთში რა მოხდა ხელფასების დაწევაზე? რა უკნეს ბერძნებს? გახსოვთ ხო? და თქვენ წარმოიდგინეთ სააკაშვილი მან რას გიზავს, გამოვიდეს ის მამაკაცი გამოიყვანოს თავისიანები, მოთხოვს სააკაშვილის რამე და მე სახში წავიდეს თავ გავტეხი. დიახ, მადლობა. თავი არის ხელისუფლება, ხალხო გაიგეთ. იმიტომაც შეიცვალა დღეს საფრანგეთში ხელისუფლება, იმიტომაც შეიცვალა საბერძნეთში ხელისუფლება, შეიცვალა ესპანეთში ხელისუფლება და კიდევ ბევრი ხელისუფლება შეიცვლება. გმადლობთ საინტერესო ჩართვისათვის. ჩვენ კიდევ მსმენელი გვყავს პირდაპირ ეთერში. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა. ცოტა გვიან ჩაკეთეთ, არ ვიცი ხოლმე ინტერნეტ ეთერში, მაგრამ მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რომ ეს თემა წამოწია. მადლობთ. ნამდვილად ძალიან აქტუალური თემა. მე გავხსენე და მეც ვარ თუ შეიძლება თქვას მსხვერპლი ამ დიდი პროცენტებისა. მაგალითად ახლა 3 თვის პენსია ვიღებ და დიახ. საპროცენტი
კაცო, ცუდად ისმის თქვენი ხმა. გაითიშა სამწუხაროდ. ისევ დარეკავს, ანუ ჩავერთები, რასაკვირველია, სამი ზარი იყო, რასაკვირველია ეს კიდევ იმას ამტკიცებს, თუ რამდენად აქტუალური და თუ რამდენად ტკივა ამაზე საზოგადოებას გული. უცხოეთიდან ვინც დაგვიკავშირდა იმ ბატონს მინდა ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამოვიხმარო, გარკვეულწილად ის რაც თქვა, მოახდინეს ფაქტების ესე ვთქვათ მოყვანა. რასაკვირველია, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უცხოეთშიც ცივილურად შეიცვალა ეს ხელისუფლებები, საზოგადოებამ გააკეთა თავისი თავისუფალი არჩევანი, ანალოგიურად თუ ჩვენთანაც მოხდება, ეს იქნება ძალიან კარგი. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ არც გაზრდაზე არ ვსაუბრობთ, არაფერზე არ ვსაუბრობთ. საუბრობთ იმაზე, რომ არსებული პრობლემა იმ მინიმალურიდან კაბალურ ხელშეკრულებების სახით რამდენი ეჭრება, ესე ვთქვათ, რიგით პენსიონერს. თუ სახელმწიფოს სურვილი აქვს იმისა, რომ ბანკმა ამ შემთხვევაში Liberty Bank-მა მეტი მიიღოს, ესე ვთქვათ, შემოსავალი, თქვენ გაქვთ ქალბატონო სოფო შესაბამისი, ესე ვთქვათ, მონაცემი 1,80,000-ია საუბარი, რასაც ამ მომსახურების სანაცვლოდ იღებს კონკრეტულად 150,000-ია საუბარი, კონკრეტულად ამ მომსახურებისთვის, რასაც იღებს Liberty Bank-ი. კი ბატონო, სახელმწიფოს რასაკვირველია, პენსიონერისგან უნდა იყოს ძალიან მცირე, თუ აიღებს, მცირედი უნდა იყოს. თუმცა დანარჩენი თუ ესე ვთქვათ Liberty Bank-ის გამოსარჩევად და სახელმწიფომ დამოუკიდებლად რაღაცა ესე ვთქვათ გაიღოს. გასაგებია. ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან ისე ვთქვათ მარტივი პრობლემა, როგორც ბატონო მათემ ბძანა, შესაბამისი რეგულატორებით ეს ძალიან მშვენივრად დარეგულირდება. თავარია იყოს შესაბამისი ნება, იყოს ისე ვთქვათ მოლაპარაკება და ხოლო ის რომ ბანკში ცუდად მოექცნენ, მერწმუნეთ რომ ერთ-ერთ ესე ვთქვათ ბანკის ფილიალში და სერვის ცენტრში არ ზიან ის კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც თქვენ ესე ვთქვათ ამაზე პასუხს გაგცემენ, თუ რატომ არის ამ ხელა პროცენტაცია. ეს წლება ერთ ადგილას, ცენტრალურ ადგილას, ესე ვთქვათ ბანკის ხელმძღვანელობის მიერ და მის საბჭოს მიერ. ანუ ეს რიგითი ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ იმაში არიან კომპეტენციური, ასრულებენ თავიანთ მონურშრომას, სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით და შესვენებაც კი არ აქვს ნორმალური. ჩვენ შესწავლილი გვაქვს ეს სფეროც. ამ შემთხვევაში ოპერატორებს კი არ ვამტყუნებთ, კი მაგათაც მოუწოდებთ, რომ მაგათ კონდეთ შესაბამისი დამოკიდებულება ხცოვანი თაობის მიმართ და გამოიჩინოს ეს ლოიალობა. საკმაოდ რთულია ესეც რა, იმიტომ რომ მთელი დღე როდესაც ესე დატვირთვის ქვეშ ხარ. ჩვენ კიდევ ერთი მსმენელი ყავს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო გამარჯობა. ესე იგი, ჩემთან სახლში ერთი დღე გამოშვებით მაინც მირეკავენ და მათ შეჩებენ სხვადასხვა ბუკლეტებს სხვადასხვა ბანკებიდან. მართლა ვიკითხავთ, აღარც უყურებს ძე 20%-იანი, 15%-იანი, 25%-იანი ისარგებლებს ჩვენი ბანკი. აი ესე ვხრი ამას ბუკლეტებს. მე და ვინ კითხულობს და ვინ სარგებლობს ამით. ერთადერთი გამოსავალი ცოტა გადაუხვევი ამ თემას. არის დაიანგარიშო საარსებო მინიმუმი. ამაზე საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს. ახლა გუშინ თუ გუშინ წინ გამოვიდა ალასანია და თქვა რომ საარსებო მინიმუმიო 220 ლარი. 220 ლარზე გახსნებით მეტია რომ დაიანგარიშო. ახლა ის სიზმრისა და პროდუქტების სიზმრის გამო დაიანგარიშო, მე დაიანგარიშე ამ ალასანიამ ალბათ და იმიტომ გამოგცდა 220 ლარი. დღითი დღე რო ძვირდება ყველაფერი, როგორი არსებობს ადამიანმა და სული ძლივს გაგვაქვს პენსიონერებს განსაკუთრებით. და საერთოდ ეს რა არის? ეთქობა ბანკებს გაუჭირდათ ესე რომ ძაღლებში აჩექებენ, აღარ შეაქვთ ალბათ ანატრები და მადლობთ ზარისათვის. რაც შეეხება უშუალოდ ბანკების რეკლამას და იმ ბუკლეტებს, კი ბატონო, შესაძლოა ბუკლეტზე არსებული დაბალი პროცენტი მართალი აღმოჩნდეს, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში ამ შემთხვევაში, რომ საკომისიო, ეგრეთ წოდებული საკომისიო, რომელზეც ამ ბუკლეტში არ წერია, იმხელაა, რომ ჯამურად თუ ამ თანხას ავჯამავთ, გამოდის, რომ მაინც 36% და 30%-ს მიღება გადავდივართ. ეს არის და არაფერი ითქვა რეალურად. საქართველოში ჯერ კიდევ იმ დონეზე ვართ, რომ კიდევ უარესი თუ დაბალი. იტყუებიან და ამ ტყუილზე, ესე ვთქვათ, პასუხს არავინ არ თხოვს. ეს არის უკვე შესაბამისად ხაღალზე გადმოტანილი ტყუილი, რაღაც ფაქტებად შეიძლება სიტყვა გითხრას ადამიანმა, მაგრამ ეს სიტყვა ნაკლებად ის არის, ესე ვთქვათ, ფაქტის ნიუტკიცების იმაზე. ამ შემთხვევაში არსებობს ნიუტკიცება შესაბამის ბუკლეტის და თავის ოფიციალური ბუკლეტის სახით, სადაც ის დებს ამ ტყუილს, უბრალოდ იმ ტყუილის ნაწილს. აი ეს ზუსტად ამაში არის პრობლემა. რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, ჩვენ ყოველწლიურად ვანგარიშობთ საარსებო მინიმუმს, თუმცა არ შეიძლება ესე ითქვას, რომ შეიძლება 220 იყოს, ან 190 ან 100
იქ არის 5 ძირითადი ბლოკი. ერთი არის კვებითი ბლოკი, მარტო თუ კვებით ბლოკს ვიანგარიშებთ ამ შემთხვევაში 190 ლარის ფარგლებში, მე ემატება კომუნალური, რასაკვირველია ხა, საარსებო მინიმუმი ჩაცმის და დახურვის გარეშე არსებობს და ამათი ჭკუით თვითონ რო ამბობენ 150 ლარი არისო საარსებო მაშინ. ადამიანს არ უნდა გააჩნდეს პლის ჩაქრისი, არც ესე ვთქვათ, პლის ესე ვთქვათ შესაბამისი ელემენტარული რაც ეს ადამიანის არსებობის რო გაიანგარიშოთ, მაგის სასიკვდილო ზონა. იქ არის 5 ბლოკი, რაც ყველაფერი აუცილებლად ჭირდება. თუნდაც ის მიზერი, ის 9 ლარის ოდენობის მედიკამენტები ჩავდებით. შეიძლება ასე დაგჭირდეს წლიურად, მაგრამ ელემენტარული დამაყუჩებელი და რაღაცა სურდოს საწინააღმდეგო მედიკამენტი წლიურად ხო რაღაცა უნდა გქონდეს. ესეც საარსებო მინიმუმში უნდა იანგარიშებოდეს და ამათი მიდგომით ახლა პურის რაციონს თუ ჩვენ გავზდით, ვინაიდან ის იაფია და ამით კალორიულობას გავზდით, კალორიულობა ჯამში ერთნაირი გამოგვივა, ამით შეიძლება 100 ლარამდეც კი დავიყვანოთ, მაგრამ ეს ხო არ იქნება რეალისტური. კი ბატონო, თუ შეიძლება ეს დავამატებ სანამ ზარი იქნება ბოდიში, ანუ თვითონ ადამიანი მარტო საარსებო არსება არ არის, ანუ არსებობით შეიძლება, მაგრამ ცხოვრება კიდე უნდა, ანუ მარტო რაც ამაზმა თქვა, ეს ხო საერთოდ ფაქტია, მაგრამ არსებობაც უნდა, ხო? აქ არსებობის გარდა ცხოვრება უნდა, იქ შეიძლება ზოგჯერ კინოში წასვლა მოუნდეს, წელიწადში ერთხელ ხო შეიძლება ადამიანს მოუნდეს, ანუ ამაზე ხო კინოზე საერთოდ ზედმეტია საუბარი ის, რომ აქანდაზე ჭირდება და ცოცხი ჭირდება ოჯახში. ჭირდება, ამაზე ხო საერთოდ ეს საარსებო მინიმუმია მგონი, ხო, რომ აქანდაზე და ცოცხი აუცილებლად ჭირდება ოჯახში. წლიურად ესეც უნდა იყოს საარსებო. კი, მაგრამ მე იმას ამბობ, გართობას ჭირდება ადამიანს, ისეთი არსებაა, რომ გართობას ჭირდება, ანუ რა თქმა უნდა, ცოტა ადამიანად იგრძნოს თავი, რა თქმა უნდა. ზარი შემოვიყვანოთ და შემდეგ მინდა რომ ერთი რაღაცას გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა. ძალიან დიდი თქმა მაქვს, რომ მომიწვნოთ თუ შეიძლება მე რეგირეკავს. სოციალურად დაუცველი. დიახ, გისმენთ. ისმის ხო შეიძლება? კი, ძალიან ხარ ბატონო, ისმის თქვენი ხმა. ეხლა ამბობენ 140 ლარი იქნება სექტემბრიდანო. დიახ, 140. ეს მაინტერესებს იქნება თვალიო და მეორეს ეს თუ იქნება ის რაც გვაქვს ჩვენ სოციალურად დაუცველი 30 ლარი. თუ ის 30-ს მოხსნიან, ეს არის საინტერესო. და იქნება ნამდვილად თორე 140 ლარი პენსია. დიახ, მადლობა. ხო, მაგრამ მოგვეხსნება ეს სოციალურად დაუცველი 30 ლარი რო გვაქვს, ის თუ დაემატება ორივე თუ იქნება პენსია საერთოდ. მადლობს ზარისთვის. უკაცრავად სანამ მოპასუხებდეთ, მე კიდევ ერთხელ გამოვაცხადებ ჩვენ ტელეფონის ნომერს 2388-105 არის ტელეფონის ნომერი, შეგიძლიათ დარეკოთ, ასევე Skype-ის საშუალებით მისამართზე ობიექტივი. ბატონებო, გავცეთ ბატონო რამას თქვენგან დავიწყოთ, ხარ ბატონს უკითხავთ. დიახ, სექტემბრიდან არის შესაბამისი ცვლილებების პაკეტი, სადაც პენსია გაიზრდება, ანუ ის თანხა, რომელიც უნდა გაიღოს სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში ესე ვიტყვი, ხოლო რაც შეეხება ხელზე ასახებ თანხას, ის ნამდვილად არ იქნება 30 ლარი, ვინაიდან აქედან დაფინანსდება დაზღვევა, ეგრეთ წოდებული და ამბობენ, რომ მაღალ ხარისხიანი დაზღვევა იქნება და ამით იქნება ეს განპირობებული, რომ მისი ზრდა რეალურად თქვენს დაზღვევაზე უნდა აისახოს წესით და რიგით. ამით დიდად ესე ვთქვათ ხელზე ასახები თანხა პენსიონერებს არ გაიზრდა. დიდად კი არა, მნიშვნელოვანი წანამატი, რაც დღეს აქვთ, ეს ექნებათ უბრალოდ ის დანამატი, რაც იგეგმება სექტემბრიდან, თლიანად ავტომატურად მოიხსნება და წავა ესე ვთქვათ დაზღვევის სფეროში. თუ შეიძლება დავამატებდეს კიდე ერთი პრობლემა რა შეიძლება ზოგადად პენსია რა არის ეს არის დახმარება რომელიც გადაეცემა ამ შემთხვევაში საზოგადოების მიერ შეკრებილი თანხა ბიუჯეტში გადაეცემა საზოგადოების მიერ ნებით იმ ხალხს ვინც დაუშვათ გადაწილებულია 60-65 წელს ანუ საზოგადოებაც ყვეც რომ მოდი მე ამ ხალხს ვეხმარები პენსიის სახით არსებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე და იმის გამო რაც ხდება რაზეც უკვე მთელი გადაცემაა ვსაუბრობთ ყოველ 5 თვეში ერთხელ გამოდის ჩვენ რომ ფაქტიურად პენსიის ერთი თვის პენსიის ხელა თანხას ჩვენ ვაძლევთ ბანკს. დიახ. დავაკვირდით ანუ რა ხდება ვინ მოგწევს ჩვენ ამის უფლება რომ დავუშვათ 5 თვეში ერთხელ იმის გამო რომ იძულებულია აბსოლუტური უმრავლესობა პენსიონერებისა კრედიტი აიღოს ერთი თვის პენსიას ვაძლევთ ბანკს. შეადარეთ ახლა ბანკი და მთლიანად სოციუმის აი ეს უზარმაზარი ნაწილი ანუ პენსიონერებზეა საუბარი. ამის არანაირი უფლება ჩვენ არ გვაქვს. აი ეს დაუშვათ და არ შეიძლება ამის დაშვება. მე მიმართ ამ შემთხვევაში პენსიონერებს, ან საზოგადოებას, ვინც პენსიონერებს უხდის თანხას. ჩავერთები ბატონო მათე და მინდა იმას გავუსვა ხაზი, ჩვენ რამოდენიმე მსმენელი მყავდა, რომელმაც ბძანა რომ ავიღეს სესხი და ვინაიდან ეხლაც კიდო მიჭირს დამატებით ესე ვთქვათ სესხებულობ, ხო დამატებით სესხის აღება მარტო ხდება წინას სესხის გადაფარვით, ანუ წინა სესხიდან ხო წამგებიან ვითარებაშია თანხა ეჭრება, პლუს ესე ვთქვათ წინსწრებით მეორე სესხიდანაც ეჭრება. ანუ რამდენჯერაც ეს სესხის ესე ვთქვათ გადაფარვა მოხდება და გადათამაშდება, მით უფრო უმცირდება და არა მარტო ერთი თვის შესაძლოა ორი თვისაც დააკლდეს
თუ სამჯერ მოხდა ამ სესხის ეგრეთ წოდებული გადათამაშება. ანუ დღეს ეს სიტუაცია ამან გაამწვავა, არის ოჯახები, რომელსაც აღებული ქონდა სესხი, ვინაიდან ახლა სხვა შემოსავალი არსებობს, ვისაუბრეთ საარსებო მინიმუმზე და 150 ლარს ამ შემთხვევაში, იმიტომ ვამბობთ, რომ ეს არის ოფიციალური მონაცემები და თვით მაგათივე ოფიციალური მონაცემითაც კი ეს არის პენსია გაცილებით დაბალია ვიდრე ესე ვთქვათ საარსებო მინიმუმი. აქედან გამომდინარე, ერთხელ თუ მაგან აიღოს სესხი პენსიონერმა, დევნილმა თუ ასე შემდეგ, ნებისმიერ იქნება ეს უმწეო თუ სოციალურად დაუცველი მოსახლე აიღო ეს სესხი, მეორეჯერ აუცილებლობიდან გამომდინარე ისევ ჭირდება, მაგრამ ხდება წინას გადაფარვა, ანუ გარდა იმ სესხის, ასე ვთქვათ, პროცენტისა, რომელიც უნდა აიღო, წინას გადაფარვისთვის გაღებული პროცენტიც და გადაფარვისთვის ეს შესაბამისის ეჭრება. ანუ ეს არის ძალიან ასე ვთქვათ, ისეთი კასკადური ვითარება, რომელსაც ეს ლუფსკულისკენ მიყავს ეს ფენა. და დღეს განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი. განსაკუთრებით მწვანედ, იმიტომ რომ ისე მწვავე არ იქნება, როდესაც პირველად აიღებს შესაბამისი ფენის წარმომადგენელი, ან წარმომადგენლები, პენსიონერი იქნება თუ დევნილი თუ ასე შემდეგ, როდესაც უკვე მას მეორეჯერ თუ მესამეჯერ უწევს აუცილებლობიდან გამომდინარე ელემენტარულად რომ არსებობა ჭირდება და გაუძლოს ამ ცხოვრებას, ეს კიდევ და კიდევ ეს წნეხი უფრო მძიმდება. ამიტომაც არის საჭირო ესე ვთქვათ და აუცილებელი ამ ეტაპზე განსაკუთრებით გადაწყვეტილება იქნეს მიღებული შესაბამის აღმასრულებელ და სახელმწიფო რგოლებიდან, პოლიტიკური სუბიექტებიდან, სამოქალაქო სექტორიდან და სამოქალაქო სექტორს ამ შემთხვევაში ეკისრება მთავარი როლი და ფუნქცია. სამოქალაქო სექტორის აქტიურობა არის უპირველეს ყოვლისა საჭირო და ეს რასაკვირველია ამ გადაცემის დონეზე ეს ერთია რომ ჩვენ საზოგადოებას ის ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ეს კვალიფიციური ინფორმაცია რომ რეალურად ის პროცენტიც კი რომელსაც თვითონ ოფიციალურად ამბობენ 3% თვიური და წლიური რო განამბობ 36% ისიც კი არის ანუ იმაზე მეც სახტევინებენ ეს ყველაზე ესე ვთქვათ რისკდაუზღვეველი ბიზნეს სესხის ესე ვთქვათ პროცენტზეც მეტი კი არის ეხლა წარმოიდგინეთ პენსიონერზეც ანალოგიური სესხი უნდა იყოს და რაღაც ფუფუნების საგანს მაგალითად განვადებით თუ ვიღებ დაუშვათ მობილურ ტელეფონს იმიტომ რომ ესე ვთქვათ ძველი მაქვს და ახალი მინდა და უკეთესი მინდა ვიღებ ამას კრედიტით იმაზე ორჯერ სამჯერ ნაკლები ესე კრედიტი მერიცხება ვიდრე პენსიონერს ერიცხება შესაბამის შემწეობას კრედიტი ეს არის აბსურდი და ეს არის რა ვიცი არ შეიძლება რა უნდა დავარქვათ რა უზნეობაც არის აბსურდიც არის არასამართლიანობაც არის და პირდაპირ ეს არის პირველ რიგში მე მინდა გითხრათ რომ ეს არის უზნეობა უშუალოდ საზოგადოების მხრიდან რომელიც ეს უკვე გულგრილობაც არა ეს ერთგვარი უზნეობა ჩვენ ზოგადად საერთოდ ეს უნდა ვთქვათ რომ ის საზოგადოება ვართ პრინციპში ვინც იქ ერთ-ერთ პიროვნებას უკრავს სტაჟს ნაწილი, დიდი ნაწილი, ვინც გამოდის ერთ-ერთ გასართობ შოუში და მაშინ როდესაც მოსახლეობის 30% მაინც მინიმუმ მუდმივად შიმშილობს, საჭმელი არა აქვს, ენატრება ღვინო, ანადგურებს საკმაოდ ძვირადღირებულ ტელევიზორს და იქ სახერხი რაღაცით ხერხავს იქ ტორტებს, ნამსხვრევს თუ რაც არის. ეს არის ზოგადად ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების ასეთ ხალხს სტაჟს უკრავს საერთოდ. და საზოგადოების მხრიდან ეს ყველაფერი არის გულგრილობაზე მეტი, ანუ ეს არის უზნეობა. და პრობლემას კიდევ ისიც ქმნის რომ 5 ლარით რომ მოუმატო სახელმწიფო, მასე ძალიან დიდი მადლობელი არის პენსიონერი. ძალიან დიდი მადლობა აი და არანაირ პრობლემა არ გამოხატავს არანაირად პროტესტს, ანუ მადლობლები არიან რეალურად იმისა, რომ მოახდინო რეაგირება. კი ბატონო, დიდი მადლობა აი ამ თქვენი კარგი იმისთვის. ჩვენ საერთოდ მინდა გითხრათ ძალიან ბევრ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ სუბიექტს იყო საზოგადოების სამოქალაქო სექტორის ნაწილიც, ვინც ამბობდა, რომ პენსიები გამზარდოთ გახდეს 200 ლარი, 300 ლარი, 500 ლარი და ასე შემდეგ ერთბაშად. ეს რო ვერ გაკეთდება, ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ანუ პენსიის ზრდა, თუნდაც იგივე ხელისუფლების მხრიდან ასე ნუ ვიტყვი, თუ არ არის მარტივი საქმე და ისე რომ დაბეჭდო თქვა რომ მოდი შენ ხვალინა 500 ლარი პენსია გეკნება, ასე მარტივად არ კეთდება. ამას ჩვენ ვერ მოვთხოვთ მთავრობას, იმიტომ რომ პენსიის ზრდა უნდა განაპირობოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ. შესაბამისად ასეთ რაღაცას ვერ ვთხოვთ, მაგრამ პირდაპირ ვთხოვთ მთავრობას, მოვითხოვთ მიზნად რომ დაარეგულიროს ეს პროცესი. ამის კეთების საშუალება მას აქვს და არა მთავრობას, არამედ ცენტრალურ ბანკს აქვს აი ამ პროცესის რეგულირების ბერკეტები ხელთ. ამის გაკეთება შეუძლია და ეს გაკეთება შეუძლია, იმას რა თქმა უნდა ჩვენ როგორც სამოქალაქო სექტორის ნაწილი ვთხოვთ მთავრობას. დიახ, ბოლო მსმენელი გვყავს პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობა. მე ვარ პენსიონერი. დიახ. პირველი ჯგუფი მაქვს თვალის გამო. დიახ. და 100 ლარი მაქვს პენსია. და ყავს 13 წლის შვილი, რომელიც თხოვს 10 ლარიან წიგს და ვერ ყიდულობ. დიახ. იმიტომ რომ შეიძლება დავჭირთ ციერი. გასაგებია, გმადლობთ.
კიდევ ერთი გულის ტკივილი და ამაზე ესე ვთქვათ თავისი ადამიანს უნდა წიგნი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და არა რაღაც ფუფუნებასთან დაკავშირებული სხვა საგნები. ძალიან ტკივნეული თემა იყო ნამდვილად. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა ბატონებო და აი ორიოდე სიტყვით რომ აღნიშნოთ, რატომ ვერ ხერხდება ჩვენს ქვეყანაში კერძო საპენსიო ფონდის განვითარება. როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ეს ძალიან ერთი ის რომ შესაბამისი ეკონომიკური სისტემა არ არსებობს, იმისთვის რომ კერძო ასე ვთქვათ ფონდი განვითარდეს, საპენსიო ფონდები განვითარებულ ქვეყნებში ეს წლაური ასე ვთქვათ მექანიზმია, ამისთვის აუცილებლად არის შესაბამისი სისტემა საჭირო და სოციუმის ასე ვთქვათ შესაბამისი მდგომარეობა. დღეს როდესაც პენსიონერი წინწრებით იღებს 5-6 თვის პენსიას და იმასაც ვერ იხდის და ფაქტიურად ნახევრად ასე ვთქვათ შიმშილის ზღვარზეა, ეს ყოველდღე შეუძლებელია მან ეს კერძო ფონდებში ხდება თვითნებურად ასე ვთქვათ ამ თანხებით მობილიზება. ანუ ამისთვის ერთის მხრივ საჭიროა საპენსიო ასე ვთქვათ თანხების ასე ვთქვათ გაზრდა ერთის მხრივ და ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოების გარკვეულწილად ასე ვთქვათ უზრუნველყოფა, იმიტომ რომ ეს მარტო საპენსიო ასაკის დროს კი არ ხდება ამ კერძო ფონდებში, ანუ ახალგაზრდა ადამიანები ამ შესაბამის ფონდებში მუშაობის პერიოდში აგროვებენ ამ თანხებს, აკუმულირებას ახდენენ და სამუშაო ადგილები არ არის, ხელფასი თითქმის ნახევარს არ აქვს და შესაბამისად ამის განვითარება ცოტა ძნელია, თუმცა თუ იქნება შესაბამისი პოლიტიკური ნება და რეალური სისტემა, ეს სავსებით შესაძლებელია. გმადლობთ ბატონებო საინტერესო საუბრისათვის. დღევანდელი ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა. დღეს სტუმრად იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი და ბატონი მათე გარდავა და ბატონი რამაზგერდიანი საუბრობდნენ საპენსიო და სოციალური დახმარების სესხის სახით გაცემის შესახებ. გმადლობთ რომ გვიყურებდით, რომ დარეკეთ და გამოთქვით თქვენი მოსაზრება. ჩვენ შემდეგ ხუთშაბათს 13 საათსა და 30 წუთზე შევხვდებით. კარგად ბრძანდებოდეთ.